მოგესალმებით თითოეულ თქვენთან კაცს, როგორც მადლობა იმის რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ გაგესწრებით მოვარკატო. მოკლედ შეგახსენებთ, რომ პირად დიაგნოსტიკის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში WhatsApp-ზე, მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოების ქვემოთ ვუთითებ ხოლმე, გეტყვით რომ არის გასაკლება და 2 დღით 28 და 29 აპრილს იქნება 5 კითხვიანი გასვლა, ესე რომ ვთქვათ, კითხვებს დასვავთ და მიიღებთ პასუხს ვაისით და ღირებულება იქნება სულ რაღაცა ცვლარი, ისე რომ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ 5 კითხვას გასცეთ, მიიღოთ პასუხები და უფრო რაღაცა გაერკვიოთ იმ კითხვებში, რაც გაქვთ ხომ, რაც შეეხება ეხლა გასვლას გავაკეთოთ, რას გაფრთხილებთ სამყარო, ანუ რას უნდა გაუფრთხილდეთ, რას უნდა მოუფრთხილდეთ, რა გაფრთხილება აქვს თქვენთვის სამყაროს, ესე რომ ვთქვათ, ეს ვნახოთ ჩვენ და მოდით ესე გავაკეთოთ, გამოვიყენებ ამ დასტას და მოდით გამოვიყენებ აი ამ დასტას გაროსაც და ორაკულსაც და ვნახოთ რა გაფრთხილება აქვს სამყაროს თქვენთან. ვარიანტი გვექნება 2 და თხოვნა მაქვს რომ დამიწერეთ გაშლები, რა სახის გაშლები მოგწონთ და რა თემებთან დაკავშირებით გავაკეთო გაშლა. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ გავითვალისწინოთ თქვენი სურვილები, იმისთვის რომ უფრო საინტერესო იყოს თქვენთვისაც და ჩემი შრომაც უფრო ესე ვთქვათ არ იყოს ტყუილად, ხო? პირველი ვარიანტი რა გაფრთხილება აქვს სამყაროს თქვენთან და მეორე ვარიანტი რა გაფრთხილება აქვს სამყაროს თქვენთან. მოდით პირველი ვარიანტი იყოს ესეთი ესე გავაკეთოთ. პირველი იყოს ესეთი თეთრი ქვა და მეორე ესეთი შავი ხოსერი ქვა. ტესტავდებ, რო კარგად ჩანს მე მგონი. და ვნახოთ რა გაფრთხილება აქვს სამყაროს თქვენთან მიმართებაში. რას გაფრთხილებთ სამყარო? მოკლედ, პირველი ვარიანტი გადმოხდა სამართლიანი. ნუ პირველი ვარიანტი, მოდით ვნახოთ რას გაფრთხილებთ სამყაროს. ეს ეხება ნახეთ აქ სულ ესეთი სიტუაცია არის, ნახეთ შესაძლებელია გავფრთხილოთ იმას, რომ რაღაცა გაჩერდეს მდგომარეობა და ეს მდგომარეობის გაჩერება არის რაღაცა გადაწყვეტილება. ნახეთ, შეიძლება მოგიწიოთ რაღაცა გადაწყვეტილების გაჩერება, იმიტომ რომ აქ შეიძლება უფრო მატერიალური კუთხისთან მიმართებაში, იმიტომ რომ არ დაზიანდეთ. აქ თუ ელოდებით თქვენ რაღაცა ფინანსურ, ასე ვთქვათ, ისევ დასტის ფონი, ისევ მაინც სამართლიანი საბუთებთან მიმართებაში, მატერიალურთან მიმართებაში, ვთქვათ, თუ რაღაცა ელოდებით კონკრეტულ პროექტს, ელოდებით რაღაცა სესხის დაბრუნებას ან რაღაცა მსგავს სიტუაციებს, გავფრთხილებთ სამყარო, რომ შესაძლებელია აქ რაღაცა სიტუაციები გაჩერდეს, არ გამოვიდეს ისე როგორც თქვენ გინდათ და ცოტა ესეთი შეიძლება სიფრთხილე გმართებდეთ, ხო? ნახეთ რა მომენტი არის, როცა რაღაცა სისტემაში არ ხდება ისე როგორც თქვენ გინდათ, ნუ აქ შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ უბრალოდ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სწრაფი გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, მაგრამ არც ისეთი სწრაფი, რომ დააზიანოთ კიდევ უფრო მეტად რამე, უბრალოდ ნახეთ როგორი მომენტი არის, მოქმედება სჭირდება, ხო? ხა როდესაც რაღაცა ჩერდება, შესაძლებელია რომ ამ ყველაფერს უბრალოდ გადახედოთ, რატო გაჩერდა, რა
ვერ გაკეთდა ისე, რა ვერ დაალაგდა ისე და ამის მიხედვით მე უბრალოდ გახსნათ ხო სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში თუ ელოდებით აქ საბუთების და რაღაც მატერიალური კუთხის დაალაგებას, აქ დრო გაიწერება, აქ სიტუაცია აშკარად ესეთი არ დაეყრდნო. ნახეთ, თუ პირობითად ვინმე გპირდებათ, რომ რაღაცა თანხას დაგიბრუნებთ ხო? ან შესაძლებელია ვიღაცა უბრალოდ მოვიდეს და გესესხოთ, გითხრათ, რომ აი მას ესხე და თქვათ ერთ კვირაში დაგიბრუნებთ ხო? ერთ კვირაში ვერ დაგიბრუნებთ და თქვენთვის თუ ის თანხა ერთი კვირის მერე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეცადეთ არ გაასესხოთ პირობითად, იმიტომ რომ ვერ დააბრუნებს ადამიანი, გაჩერდება სიტუაცია და შესაძლებელია თქვენი საქმეც დაზიანდეს, ხო, აქ, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ შეძლო ადამიანმა და რახან ვერ შეძლო ადამიანმა, თქვენც შესაბამისად მერე უკვე თქვენც ვეღარ გააკეთებთ საქმეს, ხო, იმიტომ რომ მოგიწევთ ან უბრალოდ მოგიწევთ სხვა ალტერნატიული გზების მოძიება და ალტერნატიული გზების დაალაგება. თუ საბუთებთან მიმართებაში არის, შეიძლება გაჩერდეს სიტუაცია, ამიტომ გადახედეთ, გაარკვიეთ, შეიძლება უბრალოდ რაღაც ისეთი მომენტი იყოს, რომ ერთი საბუთი აკლდეს და ჯობია რომ ვიყოთ ბოლომდე ინფორმირებული ხო ამ ყველაფერთან მიმართებაში. აი რაღაცა მსგავს მომენტებთან გავფრთხილებთ სამყარო, რომ აი დაკვირვება სჭირდება, გაანალიზება სჭირდება, იმისთვის რომ არ დაპაუზდეს თქვენი მიზნები, ხო, არ დაპაუზდეს თქვენი სურვილები მერე. კარგით, მეორე ვარიანტი, ვინც არჩია, რას გავფრთხილებთ? კარმა. კარგი, რასთან დაკავშირებით არის ეს კარმა? აქ რაღაცა ცოტა ესეთი მომენტი არის, რასთან დაკავშირებით არის კარმა. აქ რაც შეეხება რასთან დაკავშირებით არის კარმა, აქ პირდაპირ და ესეთი ის არის პირადი ურთიერთობების მდგომარეობა. როგორც ჩანს, შესაძლებელია რომ აქ პარტნიორი უბრალოდ არც ხა თქვენ მოდით ესე ვთქვათ, თუ აქ თქვენ ხართ რაღაცა ესე რთულ სიტუაციაში და სამკუთხედ სიტუაციაში იცოდეთ, რომ შესაძლებელია კარმა ცუდად ატრიალდეს და იმის მაგივრად რომ ადამიანი უფრო რაღაცა ბედნიერებისკენ წავიდეს, აქ არ გამოვა ესე, თუ აქ არ ხართ სამკუთხედ სიტუაციაში და უბრალოდ რაღაცა ურთიერთობაში არ ხართ რაღაც მომენტში მართალი პარტნიორთან, ან პარტნიორი არ არის მართალი, ხო, შეიძლება ეს მომენტიც და ეს მოხდეს დაგიბრუნდეთ, ხო? ნახეთ როგორი მომენტია. აქ არის სიტუაცია, როდესაც ურთიერთობების მდგომარეობაში რაღაც არ არის სწორი მიმართულებით, ანუ არ ხდება, შეიძლება არის რაღაცა ტყუილი, შეიძლება არის რაღაც მანიპულატორული მდგომარეობა, შეიძლება არის სამკუთხედი, ანუ ყველასთვის სხვადასხვა არის, ხო, საჯარო გაშლა და ცოტა რთულია ესე კონკრეტულად თქვა, რომ აი ამის გამო თან ესე მეთი, ხო? და აქ არის სიტუაცია, როდესაც შესაძლებელია კარმულად რაღაცა არასწორად წავიდეს. მეორე მომენტი კიდე ის არის, მაგალითად, როდესაც სამყაროში იყო ისეთი სიტუაცია, რომ ერთ-ერთ პარტნიორთან ძალიან ჩავდეთ ენერგია და სამწუხაროდ მივიღეთ, კარგად იყავი ნახვამდის და ყველაფერი დავასრულეთ. იგივე სიტუაცია არ გაიაროთ, იმიტომ რომ ნახეთ, რაღაცები გვეგზავნება, რამდენად გავიზარდეთ, რამდენად დავჭკვიანდით, ხო, რამდენად სწორი მიმართულება ხედავთ, ხო, რამდენად შევძელით საკუთარ თავთან ჰარმონია, ხო, ანუ სამყაროს პირველ რიგში უნდა რომ ჩვენ თავთან გვქონდეს ჰარმონია და არა საზოგადოებრივ. თუ საკუთარ თავთან ჰარმონია არ გაქვს, ფიზიკურად ვერ გექნება ჰარმონია საზოგადოებასთან, ვერ გექნება შვილებთან ჰარმონია, ვერ გექნება მეუღლესთან ჰარმონია, ვერ გექნება მშობლებთან ჰარმონია. ანუ ნახეთ, საკუთარ თავი თუ გაქვს დაკარგული,
ფიზიკურად ვერ შეძლებ რომ იყოს სხვა გარემოებებთან ადაპტირებული და ბედნიერი. ვერანაირად ვერ იქნება. პირველ რიგში ყოველთვის არის ადამიანში საკუთარი თავი. საკუთარი თავი თუ აქვს ნაპოვნი, საკუთარ თავთან თუ აქვს ძალიან კარგად დალაგებული და ესმის საკუთარი თავის, ის უკვე სხვის ენასაც გაიგებს. შენ თუ შენი საკუთარი თავის არ გესმის, სხვას რა უნდა გაუგო, ხო? აი ეს რაღაცის მომენტი და თქვენ თუ აი ეს მომენტი არ გაქვთ გადალახული, შესაძლებელი აქ რაღაცა დაგიბრუნდეთ. ნუ ნახეთ ურთიერთობაში შეხედეთ, რაღაცა არის აქ სიტუაციები, რომელიც კარმულად არასწორი მიმართულებით შეიძლება გაიარეთ რაღაცები და კარმულად უკან არ დაგიბრუნდეთ. იმიტომ რომ აქ კარმის არკანი არ არის რაღაც ისეთი დადებითი, მით უმეტეს აქ დაზუსტებაში ტაროშიც გრევის არკანი არის, კოშკის არკანი არის და ცოტა ისეთი სიტუაცია არის, ხო? ანუ ემოციური სირთულეების მდგომარეობა. ამიტომ მე ესე გეტყვით, რომ აქ ცოტა თან ილუზიური სიტუაციებია და ზუსტად ნახეთ რა მომენტი არის იგივენაირად არ გეგონოთ, თქვათ, მანამდე თუ გქონდეთ ურთიერთობაში, რომ მიენდეთ და ბოლოს ვი გამარჯობა, კარგად იყავით, არიკადრა და გაქრა თქვენი ცხოვრებიდან, ხო, აი იგივე არ გამოიარეთ, ანუ ნუ მისცემთ იმაზე მეც, ვიდრე უნდა მისცეთ ადამიანებს, ხო, ნუ გასცემთ ამ თქვენს ენერგიას იმდენს, ვიდრე რომ აღარ დაბალანსდეს, ხო, აი ნახეთ, დაბალანსება შეიძლება თქვენ რომ გასცემთ ამ ენერგიას, იმას სჭირდება უკან მიღება, რომ დაბალანსდეს, რომ ხვალ კიდევ დაამუშავო და კიდევ უფრო დიდი გასცეთ, მერე ისევ დიდი დაბრუნდეს, აი ეს უნდა იტრიალოს, ხო, ურთიერთობამ თქვენ გაიცით, მიიღეთ და თუ არ იღებთ თქვენ არაფერს, აი აქ ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ აქ ძალიან შეიძლება ცუდად დატრიალდეს და თქვენ მოგიწიოთ რაღაცა ნერვიულობა, ხო, რაღაცა პრობლემური ემოციური დისბალანსი და ასე ვთქვათ, არასასურველი პერიოდი დადგეს. აი ეს აქვს სამყაროს თქვენთან გაფრთხილება, მე რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგანს, სიხარულს, წარმატებას და ყველა თქვენი სურვილის ასრულებას. დროებით გამშვიდობებით.